ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილი ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა მოგზაურობასთან დაკავშირებული დამატებითი ბარიერების შექმნა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისთვის. ეს არის ისტორიული, ტრაგიკული მოვლენა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ისევ ვემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას, თუ ესე მოხდა. და ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მილიონი ქართველი. ხას უსვამ, მთლიანად ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. ქართულმა ოცნებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ევროკავშირის მხრიდან ამას აქვს შესაბამისი რეაქცია, უკიდურესი ზომებით მათ შორის. თუმცა ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები იხდიან ხოლმე. ვიზა ლიბერალიზაცია ეს არ არის უფლება, ეს არის პრივილეგია, ის ეძება ხოლმე სახელმწიფოებს, როდესაც კონკრეტულ მოთხოვნებს, კონკრეტულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ ხოლმე. ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ისეთ ავტორიტარიზმის ფაზაში შეიყვანა, რომ ახლა დავდექით ამ ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე. რას აკეთებს ოცნება? ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო და ასე შემდეგ ფეხქვეშ გათელოს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი უბრალოდ უგულებელყოს და ჩვენ დაგვტოვოს იზოლაციაში. რომ ვიზა ლიბერალიზაცია შენარჩუნდება და საბოლოო ჯამში თუ რამე ვინმე დასასჯელია ამ ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის ქართული ხალხი და თუ რამე შეზღუდვები დაწესდება ევროპელების მხრიდან, იმედია ეს მარტო მთავრობას შეეხება და ქართული ოცნების დეპუტატებს და არა ქართულ ხალხს, რომელიც არაფერი არ დაუშავებია ამ ნაწილში. საქართველოს საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა. ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა წინააღმდეგი და საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ ამავდროულად თქვა, რომ დიალოგის რეჟიმია საჭირო, ვიდრე ხელების გადაგრეხვა. ამიტომ ესეთი ხელების გადაგრეხვით საქმე არ გამოდის. პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არ შეიძლება იყოს გამოყენებული ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა. ეს არის უპირობო რამ და ეს უნდა ყველამ გაითვალისწინოს. რას ნიშნავს, რომ შენ თუ არ დაუშვებ LGBT პროპაგანდას, მე ვიზო რეჟიმს გაგიუქმებ. აღარ ეკითხებიან საქართველოს მოსახლეობას ეს პროპაგანდა უნდა თუ არ უნდა. აქედან რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შანტაჟს არ დავექვემდებარებით. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ სუვერენიტეტი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და ბრიუსელიდან უნდა თავად წყვეტდნენ რა დააფინანსონ და როგორ ის უჩუმრად ჩვენი საზოგადოებისგან უჩუმრად. აი ამას გვეუბნებიან, ამას გვეუბნებიან. ევროპა ვართ ჩვენ. ევროპა ვართ მათ შორის ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა ბრიუსელზე, რომელიც ცდილობს ყალბით სრულ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს.